მარტა კოსის აღიარება. საბჭოა ის, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, მან შეაჩერა მოლაპარაკებები. ეს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში თქვა. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდნენ და რის გამოც ქვეყანაში რადიკალური საპროტესტო აქციები დაიწყო. ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება. ჩვენ როდესაც პირდაპირ ვეუბნებოდნენ და ამას ოფიციალური თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოვება წარმოუდგენელია 2030 წლამდე, ხო? ჩვენ გამოვედით და ამაზე პირდაპირ ვისაუბრეთ და მერე გახსოვთ თუ რა პროცესები მოყვა ამ ყველაფერს. ამიტომ აი ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებით რაღაცეები შეფუთონ, რაღაცეები ისე წარმოაჩინონ, როგორც თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს აწყოს, მაგრამ სიმართლე არის ერთი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის ინტერესს. თითქოს ირაკლი კობახიძის განცხადებამ შეაჩერა მოლაპარაკების სტადიაზე გადასვლა. რა თქმა უნდა, ეს იყო აბსურდი. ჩვენ კარგად გვახსოვს ეს განცხადებები, როგორ კეთდებოდა ბატონი პავლე ჰერჩინსკის მხრიდან. პირდაპირ მიაბეს ეს ყველაფერი ორკანოს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ ასევე ქალბატონი მარტა კოსის პირდაპირ აღიარება, როდესაც იგი რაღაცებს გვემუქრებოდა, პირდაპირ ესე შეგვიძლია დავათქვათ და იქ წამოწდა ისიც, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენ ქვეყანას, ვინაიდან საბჭოს გადაწყვეტილებითვე იქნა, ასე ვთქვათ, ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებული და მოლაპარაკებების ფაზაზე არ გადასვლათ, სწორედ მათი გადაწყვეტილებით იყო. ეს ყველაფერი ისევ ემსახურება შანტაჟს, როგორც ემსახურებოდა კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული მოვლენები